მოგესალმებით, მე ნათია შაი, ჩავწერე ვიდეო დაბადების რიცხვებთან დაკავშირებით, ვინც დაიბადა პირველში უნდა ნახოს ინფორმაცია ერთის შესახებ, ვინც დაიბადა ორ რიცხვში ნახავს, ჩაწერილია სამში ნახავს, 4 რიცხვში ვინც დაიბადა და დამოვიწყდა მეთქვა, რომ 4 რიცხვზე რასაც ვამბობ, უნდა ნახოს ეს ინფორმაცია 31-ში დაბადებულებმაც. ანუ ჩაწერილი ერთი ვიდეო, პირველში, 2-ში, 3-ში და 4-ში და 31-ში ვინც დაიბადა, იმათმაც 4 რიცხვი უნდა ნახოთ. ეხლა კი მინდა გითხრათ, ვინც დაიბადეთ 5 რიცხვში, ნებისმიერი თვის 5 რიცხვში. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ოჯახი, სისტემა, რელიგია, სამშობლო, ყველაფერი რაც არის სისტემა და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება. ყველა სექტანტს აქვს დაზიანებული 5 ენერგია და თუ მინუსში წახვალთ, მაშინ ეს ენერგიები აქვს ჩამოშლილი. ანუ ოჯახის სტრუქტურას ვერ ერგებიან, არ უყვართ სამშობლო და რელიგიურ თემებშიც სექტისკენ იხრებიან. ამიტომ ვისაც ყავთ 5 ენერგია, დააკვირდით ამას, რომ წამოიღოთ დადებითში და პლუსში. ვინც ხართ დაბადებული 6 რიცხვში, ნებისმიერი თვის 6 რიცხვში, თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული. იმიტომ რომ ძალიან ძლიერი მოთხოვნილება გექნებათ სიყვარულის და ეს არ გადაგეზარდოთ იმაში, რომ სხვა შეიყვაროთ, სხვისკენ მიუტყდეთ, კონცენტრაცია ყოველთვის სხვაზე გქონდეთ და საკუთარ თავი დაივიწყოთ. განსაკუთრებით თუ შვილები ყავთ 6 რიცხვში დაბადებული, ასწავლეთ საკუთარ თავის სიყვარული ამ ადამიანებს. მიდრეკილება გექნებათ სილამაზისკენ, მოლაპარაკებისკენ, დიპლომატიისკენ, გალამაზებისკენ, მორთვისაკენ, წვეულებების დაგეგმა გეყვარებათ ძალიან, შეხვედრების მოწყობა, დაკავშირება, დახმარება ადამიანის როგორი სახის იცი, აი მაგალითად სჭირდება ექიმი, მე ვიცი კარგი ექიმი დაგაკავშირებ, სჭირდება დიზაინერი, მე ვიცი კაი დიზაინერი დაგაკავშირებ და ასე შემდეგ, აი ესეთი კომუნიკაციის დიდოსტატები არის. თავარი ხაზი რაც არის, რომ ისწავლონ საკუთარი თავის სიყვარული. ხუთიანი თქვი, ხო და ასევე ხუთიანი არის 23 რიცხვში დაბადებულებიც. 23 რიცხვში დაბადებულებმა, ხოლო 6-იანი 6 რიცხვში დაბადებულები და 24 რიცხვში დაბადებულები. არის 6-იანი. ვინც დაიბადა 7 რიცხვში და 25 რიცხვში ნებისმიერი თვის, მათთვის აუცილებელია მიზნები, არიან ძალიან სწრაფები, ენერგიულები, ვერ ისვენებენ, განსაკუთრებით ბავშვებს ეტყობათ ეს მოუსვენრობა, დიდი ენერგიით არიან სავსე, სულ ეჩქარებად, ვერ ითმენენ, სულ სწრაფები არიან, ვერ იტანენ წაგებას, სამაგერო ძალიან უყვართ გუნდის შეკრება და აი მთელი გუნდის გამარჯვებისკენ მიყვანა, მიზნისკენ მიყვანა, ძალიან კაი ლიდერები არიან და სულ ეცადეთ, რომ დაისახოთ მოკლევადიანი მიზნები. ვინც დაიბადეთ 8 რიცხვში და 26 რიცხვში. საკუთარ კარმული ენერგია ეს და აუცილებელია თქვენთვის, რომ გაერკვეთ ეზოთერულ ცოდნაში, მინიმუმ იცოდეთ რა არის კარმა, რა არის ღმერთის სამართალი, უფლის კანონი, როგორ არის ენერგიები დაბალანსებული, ძალიან მნიშვნელოვანია აქ თქვენთვის, იმიტომ რომ პატარა ხე სხვა ენერგიები თუ კარმას მოიმკიან რაღაცა დროის ეტაპის შემდეგ, როიან ძალიან აჩქარებული აქვს ეს და აი მაშინვე იმკის ყველაფერს და თუ კარგად იცის იმკის მოსავალს და კარგია ეს, მაგრამ თუ არ ღვევს ამ კანონებს, რაც ჩამოვთვალე, მაშინ ხდება ისე, რომ ისჯება, ესე ვეძახით ადამიანებს დავისაჯე და ეს რო არ მოხდეს, ამიტომ უნდა ისცხოვროს ძალიან პატიოსნად, ძალიან სწორად, ძალიან მართებულად. სამწუხაროდ მე შემხვედრი არ ვიანები და ეს ინფორმაცია რომ მითქვი ამათვის, ვაიმე მე ისეთ პატიოსანი ვარ, რას ლაპარაკობ და ამ დროს რაღაც საათები მაქვს გატარებული მასთან და უკვე ვატყობ რომ რაღაცები ეშლება, უბრალოდ არ იცის ეს რომ ეშლება. ამიტომ ვამბობ რომ შეისწავლეთ კანონები
ტელეფონები ძალიან ძნელია ვიღაცამ გითხრას, ძალიან დიდი გამბედაობა უნდა ამას, რომ ჰეი მური გისვია და მოიბანე. ჯობია შენ თვითონ იცოდე სარკეში ჩახედო მურის დანახვა და მობანვა. ასე რომ რუიანებო, 8 რიცხვში დაბადებულებო და 26 რიცხვში დაბადებულებო, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია. ვისაც გსურთ ეს იყო ბედის მატრიციდან ინფორმაციები, ვისაც გსურთ ბედის მატრიცის შესწავლა, ახლა სამშაბათს სულ რაღაც ერთ დღეში ვიწყებთ შემსწავლელ კურსს, რომელიც გაგრძელდება 16 კვირა. ძალიან მისაღები ფასია და ვისწავლით ამ ყველაფერს ძალიან ღრმად პროფესიონალურ დონეზე. გელოდებით მე ვარ ნათია შაი, ჩემი ნომერია 591 233 507. მომავალ შეხვედრაზე.